საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავდადებული გმირული ბრძოლის ისტორია სწორედ აი ამ ადგილებში 17 წლის წინ დაიწერა 2008 წლის 11 აგვისტოს მეორე ქვეითი ბრიგადის ქართული შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟირო ოცეული აი ამ ადგილებში რუსი ოკუპანტების ჩასაფრებაში მოყვა და ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება საინჟირო დანაყოფი რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა განაღმით თუ დანაღმით ოპერაციებზე არის საკმაოდ მსუბუქად შეიარაღებული სტანდარტულად. მათ შეიარაღებაში იყო წვრილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი და მათი მოწინააღმდეგე რუსული ოკუპაციური ძალა კი იყო წარმოადგენდა ჯავშანსატანკო დანაყოფს, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ სხვადასხვა მსხვილკალიბრიანი იარაღით, მათ შორის ქვეითა საბრძოლო მანქანებით, ტანკებით და ასე შემდეგ. და სწორედ აი ამ ადგილებში, როდესაც ქართული ოცეული გადაადგილდებოდა თბილისის მიმართულებით, მათ ბრძანება ჰქონდათ მიღებული, აი ამ ადგილებში ისინი ჩასაფრებაში მოყვნენ. მე მინდა ოპერატორს ვთხოვ გაჩვენოთ ის ადგილები, რა ადგილებშიც მოხდა ეს საბრძოლო დაპირისპირება. პირველი შეიარაღებული კონტაქტი, ასე ვთქვათ, რუსულ საოკუპაციო ძალასთან სწორედ ამ ადგილებში მოხდა, რა დროსაც ქართული დანაყოფის შეიარაღებაში არსებული ერთ-ერთი მსუბუქი მანქანა აფეთქეს ოკუპანტებმა, 5 ადამიანი და 5 ჯარისკაცი დაიღუპა ადგილზე. ამის შემდეგ მებრძოლები უკვე პოზიციებს იკავებენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებთან და ამ შენობებში გამაგრდნენ. სწორედ ამ შენობებში გამაგრების შემდეგ რუსულმა ძალამ მათ უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა, ასე ვთქვათ, გაუხსნეს ცეცხლი სხვადასხვა მსხვილკალიბრიანი იარაღით. შენობებს დღემდე ატყვია ამ ბრძოლის კვალი, ის დაცხრული შენობები დღემდე შეგვიძლია ვნახოთ და ეს უთანასწორო ბრძოლა გაგრძელდა დაახლოებით 1 საათს. ამ ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გმირულად დაიღუპა და 3 მათგანი გადარჩა დაჭრილები, ისინი მძიმე დაჭრილები, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიფარა, გადაუმალეს რუს ოკუპანტებს და სწორედ ამ 3 ადამიანმა შემოუნახა საქართველოს მოსახლეობას იმ თავგანწირული ბრძოლის დეტალების შესახებ ინფორმაცია და აქვე მინდა გითხრათ, რომ დანაყოფი, რომელიც აქ იყო გამაგრებული ქართული დანაყოფი, ისეთ მედგარ წინააღმდეგობას უწევდა რუს საოკუპაციო ძალას, რომ გავრცელდა ცნობები იმ დღეებში, რომ რუს ოკუპანტებს ეგონათ უფრო დიდი დანაყოფი იყო აქ მობილიზებული და მათ დახმარებაც კი მოითხოვეს. ამის შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გმირულად იღუპება და რუსებმა ეს ტერიტორია დაიკავეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მცხედრები აქ ადგილზე იყო და მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი მათი გადმოსვენება. დღეს ახლა თქვენ კადრში ხედავთ მემორიალს, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აღიმართა. მისი ამ სკულპტურის ავტორია ზურაბ ჭავჭავაძე და ეს სკულპტურაც ერთგვარად გამოხმაურება იმ ბრძოლის. აქ სკულპტურაზე ვხედავთ 17 მებრძოლს, რომლებიც მხარ-და-მხარ ერთმანეთს ამაგრებენ და ნათლად ასახავს ეს სკულპტურაც იმ თავგანწირული ბრძოლის მიმდინარეობას. ყოველ წელს 11 აგვისტოს აქ ადგილზე ჩამოდიან ოჯახის წევრები, დაღუპული სამხედრო მოსამსახურების ოჯახის წევრები, ასევე მოდიან პოლიტიკოსებიც, როგორც ჩანს, დღესაც იგეგმება გარკვეული ღონისძიება, რადგან მედიის წარმომადგენლებს არ მოგვეცა ჯერჯერობით შესაძლებლობა, რომ მივსულიყავით უშუალოდ მემორიალთან, თუმცა მოგვიანებით ეს იმედი გვაქვს გაიხსნება და შევალთ მემორიალთან და ისინი პატივს მიაგებენ გმირულად დაღუპულ მებრძოლებს, რომლებიც 17 წლის წინ ოკუპანტებთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ.